მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე გეწყებათ გაღიზიანებულობა, დეპრესიული მდგომარეობა, შეშუპება, მადის მომატება, უხასიათობა, შესაძლოა ძილიანობაც, ზოგ შემთხვევაში გარკვეული ტკივილი და დისკომფორტი. ყოველივე ეს დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ PMS სინდრომთან, ანუ პრემენსტრუალურ სინდრომთან, რომელიც ქალების დაახლოებით 70%-ს აწუხებს 30 წლის ზემოთ. თუმცა ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება, მაგრამ უფრო მწვავდება ასაკის მატებასთან ერთად. PMS სინდრომის განვითარება დაკავშირებულია გარკვეულ ჰორმონალურ ცვლილებებთან, რომელიც ორგანიზმში ხდება ციკლურად ყოველ მენსტრუალურ ციკლში, ანუ ყოველი მენსტრუალური ციკლის მენსტრუაციის დაწყებიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რომ აქ მუშაობს უამრავი ჰორმონი და მათი ცვლილებები არის ერთნაირი ტიპის და სხვადასხვა, ანუ პირველ ფაზაში გარკვეული ჰორმონი მატულობს, მეორეში იკლებს და მენსტრუაციის წინ ხდება ასევე მკვეთრი ცვლილებები. ზოგიერთი ქალის ორგანიზმი ამ ცვლილებებს აღიქვამს ნორმალურად, ანუ არ აქვს PMS სინდრომი, მაგრამ ზოგი ქალის ორგანიზმი არის ზედმეტად გრძნობიარე ამ ცვლილებების მიმართ. და სწორედ ეს განაპირობებს იმ დისკომფორტს, რომელიც ქალებს აქვთ მენსტრუაციის წინ. შესაძლებელია თუ არა PMS სინდრომის მკურნალობა. დიახ, შესაძლებელია, თუ ის არის მსუბუქად გამოხატული, შეიძლება არ ვუმკურნალოთ და რაღაცნაირად, ესე ვთქვათ, იქნება ეს ფიზიკური აქტივობა, იოგა თუ ვთქვათ, ისეთი აქტივობები, რაც თქვენ ქსიამოვნებთ, იგივე ბეჯგუფის ვიტამინის დალევა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ის არის უფრო მძიმედ გამოხატული, რომელიც მოქმედებს ქალის შრომის უნარიანობაზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა ჰორმონალური პრეპარატებით, რომელიც იძლევა შედეგს დაახლოებით 98% შემთხვევაში.